სტატისტიკის ეროვნული სამსახური აღიარებს, რომ უმუშევრობა არის გაზრდილი, თუმცა თუ ოფიციალურ მონაცემებს გადავხედავთ, ეს 1%-ზე ნაკლებია. ასე წერს საქსტატი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყოველთვიურად საქართველოდან 10,000-ობით ადამიანი მიდის უცხოეთში ემიგრაციაში იმისათვის, რომ ოჯახები არჩინოს. მაგალითად 2025 წლის პირველ თვეში უმუშევართა რიცხვი 11,000-ით, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 13,500-ით არის გაზრდილი. ეკონომისტები კი ამბობენ, რომ შესაძლოა საქმე ციფრებით манипуляციასთან მქონდეს, რადგან მათი თქმით უმუშევართა რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ეს ოფიციალურ მონაცემებში არის ასახული. ხელფასის მიმღებთა რაოდენობა იყო იგივე დონეზე, რა დონეზეც იყო წინა წელს, ფაქტურად ახალი ადგილები სამუშაო მარტში არ შექმნილა და სტატისტიკაც გვიჩვენებს თუ სწორად ვიცი, რომ უმუშევრობის რაოდენობა გაზრდილი არის ქვეყანაში, შესაბამისად კიდევ უფრო ანომალიური ხდება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, როდესაც ქვეყანაში საბიუჯეტო შემოსავლები მცირდება, უმუშევრობა იზრდება, სხვადასხვა ინდიკატორებით არ არის ზრდა ტურიზმში, ფულად ტრანსფერებში და სექტორული მაჩვენებლებიც არის გაუარესებული და პარალელურად გვიმტკიცებს ქართული ოცნება, რომ არის მაღალი ეკონომიკური ზრდა. ორ რეალობაში გვიწევს ჩვენ ცხოვრება. ერთი რეალობა არის ოფიციალური სტატისტიკა და მეორე რეალობა გახლავთ ის მდგომარეობა, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. ანალოგიური სიტუაციაა დასაქმების მიმართულებითაც, მაგალითად ისტორიაში ჩვენ გვაქვს ყველაზე დაბალი უმუშევრობის მაჩვენებელი ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იმის მიუხედავად, რომ გაზრდილია წინა წელთან შედარებით, თუმცა რეალური ფონი გაცილებით უფრო მძიმეა და რეალურად უმუშევრობის პრობლემა ქვეყანაში გაცილებით უფრო მძაფრად დგას. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ხშირად ქართული ოცნება манипуляციებს მიმართავს უმუშევრობის გადასაფარად და ქმნის რამდენიმე თვიან პროგრამებს, რომელებშიც სოციალურად დაუცველებს ასაქმებენ და მათი თქმით ამ ადამიანებსაც ქართული ოცნება შემდეგ არჩევნებისთვის იყენებს ხმების მოსაბილიზებლად. შეიძლება ვიღაცას ეჩვენებოდეს, რომ 0,7% არ არის ბევრი, მაგრამ მოდი ეს 0,7% ახლა უთხრათ იმ 11,000 ადამიანს, 10,800 ადამიანს, რომელიც უმუშევარია დღეს, იმ 10,800 ადამიანს, რომელმაც აი ამ კვარტალში დაკარგა სამუშაო ადგილი. ძირითადად მოდის ეს ყველაფერი თვითდასაქმებულებზე, ან თვითდასაქმებულები, რომელიც ისედაც თუ სამუშაო პირობებში არიან და თუ შრომით ვითარებაში არიან, ამ კატეგორიაში ადამიანებმა შეწყვიტეს საქმიანობა. დასაქმებაში მნიშვნელოვანწილად შეიყვანეს, ესე ვთქვათ, ის კატეგორია ადამიანების, რომლებიც აქამდე არ მუშაობდნენ და ეხლა ხელისუფლების მიერ პოპულისტურად შექმნილ პროგრამებში, როგორც არის მაგალითად საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები, აი ამ პროგრამაში დაასაქმეს და 300 ლარს უხდიან ამ ადამიანებს, ესენი არიან სოციალურად დაუცველი ადამიანები, რომლებიც აქამდე არ ხვდებოდნენ დასაქმებაში და ეხლა ამ ფიქტიურად შექმნილ სამუშაო ადგილების გამო, ესე ვთქვათ, მოხვდნენ დასაქმებულთა რიცხვში, რაც რეალურად ნიშნავს არა ხარისხიანი სრულფასოვანი დასაქმების უზრუნველყოფას, არამედ დროებით სამუშაო ადგილებს. საქსტატის ოფიციალური მონაცემებიც ადასტურებს, რომ უმუშევრობა ქვეყანაში არის მზარდი და ეკონომისტები ამბობენ, რომ ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია, თუმცა სტატისტიკის ეროვნული სამსახური ამ მონაცემებს საკუთარ კვლევებში არ ასახავს. ასევე 2025 წლის კვლევებს თუ გადავხედავთ, 250,000 არასრულწლოვანი არის სოციალურად დაუცველი.